დასავლეთში არის ამერიკაში კონკრეტულად ისეთი ადმინისტრაცია, რომელსაც სხვა პოლიტიკა აქვს. საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია. დიალოგის უნარი ქართულ ოცნებას არ აქვს. საერთოდ ქართული ოცნება ვერავისთან ვერ აწარმოებს დიალოგს, მარტო არაბებთან აწარმოებს. პროდასავლელების მოლოდინი არის ის, რომ ამერიკის მომდევნო არჩევნებში დაბრუნდება ისევ ის დემოკრატების ადმინისტრაცია და ისევ საქართველოზე მეტი ყურადღება განახლდება. ანუ საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება ისევ გაიზრდება და ზეწოლა ასევე ქართულ ოცნებაზეც გაიზრდება მაგ კუთხით. დაფინანსებას ისევ აღადგენენ და ასე შემდეგ. ეგ არის მოლოდინი და ეხლანდელი მოცემულობის, ასე ვთქვათ, გაყინვა და საერთოდ რო არ გაქრეს პროდასავლური ფლანგი, მაგის უზრუნველყოფა ხდება. და აი ასეთი საინფორმაციო დონის სანქციები უწესდება იმისთვის, რომ საქართველოში პროდასავლურმა ფლანგმა შეინარჩუნოს თავისი იმედები დასავლეთის მიმართულებით, რომ საქართველოში პროდასავლური ფლანგი არ გაქრეს.